გვერდებიან მეგობრები, შევუდგეთ მუშაობას. გამარჯობით იყოთ მეგობრებო. დღეს 20 ოქტომბერია. გუშინდელი დღე რამდენიმე წლის წინ, კონკრეტულად 1998 წელში საბადისერო იყო საქართველოსთვის. ვინ გაიხსენა ეს გუშინ? არავინ. არადა დღეს მისი გახსენება განსაკუთრებულია. განსაკუთრებულია ბევრი რამის გამო, რომ ქართველებს გადამწყვეტ მომენტში შეუძლიათ ძალიან დიდი ქართული გადაწყვეტილების მიღება. საბედისწერო იყო ის დღე, ასე იყო დაგეგმილი ძალიან დიდი დაპირისპირება. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ 40 ტანკი ორი მიმართულებიდან, ასე იგი სენაკიდან გამოსული 40 ტანკი, ერთი მარტვილის გავლით, მეორე ხონზე, სამტრედიის გავლით, უკაცრავად სამტრედიისა და მარტვილის გავლით, უნდა ჩასულიყვნენ თბილისში და 98 წელს 28 ოქტომბერს, ანუ იმ დღეს, როდესაც 28 ოქტომბერი არის პირველი მრავალპარტიული არჩევნების დღე და იმ დღეს ძალიან დიდ შეკრებას ტომბილების უნდა შეერთებოდნენ. ეს ტომბილთა მოძრაობა დაიწყო აჭარიდან, ბათუმში ჩატარდა ყრილობა და სამტრედიიდან წამოვიდნენ ფეხით თბილისში. და ყველაფერი ასე იყო გახვილი. ეს იყო საბედისწერო დღე, იმიტომ რომ არ მოხდარიყო მაშინ ამ პროცესის შეჩერება და შეკავება, ცხადია რომ საქართველო ძალიან დიდ, პირდაპირ თქვა, დიდ სისხლისმღვრელ, ძმათა სისხლისმღვრელ ომში გაიხევოდა. გადაწყვეტილება, რომელიც მაშინ და რაც ქუთაისში იქნა მიღებული, იმერეთი, ქუთაისი, სამეგრელო, ყველანი შევერთით და ჩვენ შევძელით, რომ შვიდობიანად დამთავრებულიყო ეს უმძიმესი დღე. 19 დილით 20-მდე ტანკი და სხვადასხვა სამხედრო ტექნიკა სწორედ სამტრედიასთან მე ფიზიკურად გადავუდექი მათ გვერდით, მარტო მივედი. მადლობა მათ, ვინც მეორე მხარეს იყვნენ, როგორც იტყვიან, იმ პერიოდისათვის კარგად შეიარაღებულები და ყველას იარაღი ეჭირა ხელში და არავინ გამოკრა ხელი. სისხლი არ დაღვარეს, რომ იქ ვინმეს ჩემთვის ესროლა მაშინ, ეს რა თქმა უნდა ძალიან მძიმე რამ იქნებოდა. მე მქონდა იმედი, რომ ქართველები არ გავაკეთებდით ამას და ის კი არ იყო ძალიან დიდი ნაბიჯი, რომელიც მე გადავდგი, რომ მივედი მასთან მარტო, არამედ ის, რომ მათ არ ისროლეს. ეს ძალიან დიდი რამ, ანუ ეს არის ქართული სული და ქართული ცნობიერება.
ორი დაპირისპირებული მხარე. იმავე დღესვე ჩვენ მოვძებნეთ საერთო ენა, ვილაპარაკეთ ერთმანეთში და ეს უბედურების დღე, განვითარების დღეს ვაქციეთ, იმიტომ რომ საქართველოში ყველამ დაინახა მაშინ, რომ შეიძლება მოლაპარაკება, დალაპარაკება, რომ შეხვედრა ერთმანეთთან ურთიერთპატივისცემა და არა ძალის დემონსტრირება. თუმცა ძალის დემონსტრირება არ აკლდა არც ერთ და მეორე მხარეს, მაგრამ პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები, ვინ ჩვენ ვიყავით იქ, მაშინ ყველანი ძალის გარეშე მოქმედებით და გამოვრიცხავდით ძალას. ეს იყო მთავარი და უპირველესი ჩვენს მოქმედებაში. მადლობა ყველას, მაშინ ვინც ხონში მოვიდა ჩვენთან, არაერთი და ორი წარმომადგენელი საზოგადოების, ვინც სამტრედიაში მოვიდა ჩვენთან, ვინც ჩამოვიდა როგორც სენაკიდან, ზუგდიდიდან, სამეგრელოდან, თითქმის ყველანი. ჩვენ არ გქონდა მშვიდი საუბარი იქ დაპირისპირებულ მხარეებს შორის, მაგრამ მაინც ვაცნობიერებდით იმას, რომ ორივე მხარეს ქართველები ვიდექით. ეს 1998 წლის 19 ოქტომბერი იყო. იმ გამოცდილებას, რომელიც მე მაქვს, რომ რა მოხდა საქართველოში 91-92 წლების გასაყარზე, რომ ისიც შეიძლება მშვიდობიანად დასრულებულიყო, რომ რა იყო საჭირო, დაპირისპირებული მხარეები ტელევიზიით ერთმანეთის პირისპირ დამსხდარებდნენ. მაგრამ ყველა მოსკულებზე იყურებოდა მაშინ, ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც და ტრაგიკული რამ მოხდა ამ მდგომარეობიდან ვერ გამოდივართ. მე ამ სიღრმეებში არ შევდივარ. ვარ ბედნიერი, რომ ის დოკუმენტი, რომელიც მაშინ გამოქვეყნდა ახალგაზრდა ივრიელში და საქართველოს რესპუბლიკაში, მისი ავტორი მე ვარ და ოპოზიციის ყველა წარმომადგენელმა მოაწერა ხელი. მას მშვიდობის მანიფესტი უწოდეს მაშინ, რომ ყველა მხარეს ეს გაითვალისწინებინა, არ მოხდებოდა. მე მაშინაც მშვიდობის მხარეს ვიყავი. 19 ოქტომბერსაც მშვიდობის მხარეს ვიყავი. ადრეც 93 წლის შემოდგომაზე რომ იყო შემოსვლა, მაშინაც მშვიდობიანად ყოველგვარი ომის გარეშე, ყოველგვარი შეტაკების გარეშე დავამთავრეთ. ჩავედი ქუთაისში და ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე ჩვენ საერთო ენა მოვძებნეთ. რა არის დღეს მიზეზი იმისა, რომ რა გახდა ეს სკამები და რა გახდა სკამებისთვის ბრძოლა, რომ ასე წირავთ ჩვენ ქვეყანას და ასე ვექცევით ჩვენს ისტორიას და ჩვენს მომავალს. ყოველთვის ხაზგასმით ვამბობდი, რომ ხალხი ქუჩაში ხელისუფლებას გამოყავს. სხვათა შორის ბიძინა ივანიშვილმა 11 წელში და 12 წელში, მე მგონი 11 წელში, ზუსტად ისეთივე რომ ეს ცნობილი გამოცდილებაა კაცობრიობის და რამდენჯერ ყველა გამოცდაში ხაზს უსვამდა, რომ ხალხი ქუჩაში გამოყავს ხელისუფლებას. მაშინ არ იყო, როცა ამას ამბობდა, მაშინ ხელისუფლებაში არ იყო და რომ მოვიდა ხელისუფლებაში, ეს დაივიწყა ყველაფერი. მაშინ როცა ხელისუფლებაში არ იყო, ამბობდა იმას, რომ როგორ შეიძლება დაჭერებით ქვეყნის მართვა და დღეს აკეთებს იმას, რასაც მაშინ ებრძოდა. მაშინ საუბრობდა იმაზე, რომ შესაძლებელია ეს სტილი მართვის და ასე შემდგომ. მოერგო იმ სტილს, მოირგო საკუთარ თავზე, კონსტიტუცია გაიგო ფეხქვეშ და ყველაფერი წავიდა. მე აშკარად ვხედავ იმას, რომ როცა ფული ბატონობს, იქ უკვე გონება დაკარგულია. და ეს არის ყველაზე მძიმე რამ, რაც ხდება ბოლო პერიოდში და რაც ხდება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, იმიტომ რომ ფული საქართველოში არ არის გონიერი ადამიანების ხელში. ფული ვინც იშოვა საქართველოში, ყველა საეჭვო საქმიანობით იშოვა და ფული ვისაც აქვს ქვეყანაში, ყველას უკან დგას მძიმე რამ და არავის არ აწყობს, რომ ამ რამეში გარკვევა მოხდეს. გარკვევა უნდა იყოს ერთ რამეში, რომ არ შეიძლება ჩვენ ქართველები ასე დავპირისპირდეთ და ყველაზე ძლიერი ფულიანია თუ უფულო, ყველაზე ძლიერი იქნება ის, რომელიც იტყვის, რომ გვეყოს ქართველებო ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა, ერთმანეთის წინააღმდეგ ასეთი დგომა, დაპირისპირება, დაჭერებზე ფიქრი, მოსკულებზე ფიქრი, ძალადობაზე ფიქრი, ეს ოპოზიციასაც ეხება და ხელისუფლებასაც. მოდით პირდაპირ თქვათ ხალხო, ნუ ადამიანებო, ნუ ესე იგი, უბრალოდ მართლაც, იცით რომ ძალიან ძნელია, რომ ეს წყნარად თქვა, ნაციონალური მოძრაობის და ოცნების
მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირებას ეწირება საქართველოს აცლეულებია. ადამიანები, რომლებიც იყვნენ ერთმანეთთან, ბიძინა ივანიშვილმა მილიარდები დაახარჯა მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას, იმას რომელსაც ასამართლებს დღეს. ედგა გვერდით, მაშინ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით, რომ ნაციონალური მოძრაობა არის კასტა, რომ ეს არის სოროსის გუნდი, რომ სოროსელები მართავდნენ, სოროსი იყო მთავარი მაშინ. მე დღეს ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ დიდ მხარდამჭერს ბატონ ზაალ ნემსაძეს მიმართა ამოიღეთ თქვენი გაზეთები და რას წერდით მაშინ და როგორ ვლაპარაკობდით, რომ სოროსელების გუნდია ნაციონალური მოძრაობა და არ შეიძლება რომ სოროსი მართავდეს ქვეყანას თქო. მაშინ როდესაც ამას ამბობდა ძალიან ბევრი და არა მარტო მე, მაშინ ბიძინა ივანიშვილი სოროსელების მხარეს იდგა და იმ ძალის მხარეს იდგა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კვლელობაზე და პირისპირებაზე იყო ორიენტირებული. იმის შემდგომ რაც ბუტა რობაქიძე მოკლეს, როგორ შეიძლებოდა რომ გადარჩენილი იქნებოდა დღეს მიხეილ სააკაშვილიც და გადარჩებოდა ყველა, რომ მაშინ გამოფხიზლებულიყავით ჩვენ ქვეყანაში და როდესაც ეს პირველი მკვლელობა შედგა, თანაც ნახეთ როგორი უტიფარი მკვლელობა, სად მოხდა ეს ყველაფერი. იქ სადაც თამარ მეფემ ჯვარი დაიწერა, დიდუბის ეკლესია, პანთეონის წინ, ეკლესიის წინ, ახალგაზრდა კაცი უმიზეზოდ ჩაცხრილეს, მოკლეს. და მაშინ არ გამოფხიზდა საზოგადოება. იმ დროს ჩვენ გვეგონა რომ მაშინ სააკაშვილია ყველაფერში მართალი. სააკაშვილი არ იყო მაშინ მართალი, მაგრამ საზოგადოება რომ მაგრად დამდგარიყო. სააკაშვილის გაცილებით მეტი სიკეთის გაკეთება შეიძლება ქვეყნისთვის. მტვრობთ ყველანი თქვენ ბიძინა ივანიშვილს, რომლებიც უწონებთ ყველაფერ იმას, რასაც აკეთებდა და აკეთებს. ხმამაღლა მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ჭირდება ერთი რამ, არავით არის უფროსობა, არავით არის უბრალოდ ნიჭიერ ადამიანებს შეუძლია დღეს ისეთი სისტემა შექმნან ქვეყანაში, მართვის ისეთი სისტემა, რომის პიროვნებაზე არ იქნება დამოკიდებული. მაგრამ ეს არ აწყობს. არ აწყობდა ნაციონალურ მოძრაობას, არ აწყობდა მოქალაქეთა კავშირს, არ აწყობს ოცნებას. იმიტომ რომ სისტემა რომ ჩამოყალიბდეს, მართვის სწორი სისტემა რომ ჩამოყალიბდეს, იგი სხვა კადრებს მოძებნის. თქვენი ნათესავების და მეგობრების და ახლობლების ის ვერ იქნება. როდესაც კორუფციასა და ნეპოტიზმზე აგებული მთელი მართვის სისტემა, როგორ შეიძლება იმარულ სიკეთე მოუტანოს ქვეყანას? დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ მართვის სისტემა არის კორუფციული. დღეს ვამბობ ამას პირველად. ეხლა ვინმე მე მხოლოდ იმათ პასუხობ, ვინც ამას იტყვის, თორე მე ძალიან ბევრმა კარგად იცის, რომ 1997 წელს, როდესაც რეალურად დავინახე ძალიან მძიმე ნიშნები იმისა, რომ საქართველოში არასწორი გზით მიდიოდა და მეცნიერებთან ერთად გავაანალიზეთ, ნახეთ, შევიკრიბეთ და ვთქვით, რომ რა იყო მთავარი სათქმელი. პარლამენტში ერთი წელი მოუნდა იმის მტკიცებას, რომ საჭირო იყო პარლამენტის ტრიბუნიდან მეთქვა სიტყვა და პარლამენტში გაქვთ ეს, თავრობაში გაქვთ ეს სიტყვა 1997 წლის 13 ივნისს, სადაც ვთქვი, რომ ქვეყანაში მართვის სისტემაა კორუმპირებული და ნუებზვით პიროვნებებს შევცვალოთ მართვის სისტემა. დღესაც იგივე არ გააკეთა ეს მოკავშირმა, არ გააკეთა ეს ნაციონალურ მოძრაობამ, პირიქით გააძლიერა. ბიძინა ივანიშვილმა ეს აპოგიაა. დღეს ესე იგი აი პიროვნული მართვის აპოგიაა დღეს ბიძინა ივანიშვილის როგორ ხასიათია, იმაზე იღვიძებს მთელი სახელმწიფო ვერტიკალი და ისინი ვინც ბონური ფსიქოლოგიის ადამიანები არიან, ხმას ვერ იღებენ და კარგად მომწერა ერთმა პიროვნებამ უცხოეთიდან, რომ ყრუმუნჯთა საზოგადოებაში მეგონა ვიყავიო, რომ რო ველაპარაკები ამ დიპლომატებს და სხვებს, ხმამაღლა ვერაფერს ვერ ამბობენ, უბრალოდ ხელებს შლიან და ეძახიან, ვერ გავიგეთ რა ხდება ამ ქვეყანაში. ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო რაც ხდება ამ ქვეყანაში. რატომ? იმიტომ რომ ეს არ ექვემდებარება ლოგიკას. ეს არ ექვემდებარება განვითარებას. ეს არ ექვემდებარება იმას, რომ 13 წლის თავზე, 5 წლის თავზე ვფიქრდებოდით, რომ ესე იგი ფუფუნევაში ვიცხოვრებდით და 13 წლის თავზე პოლარიზებულია საქართველო. ოჯახებშია პოლარიზაცია, მეზობლებშია პოლარიზაცია, უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში, ყველგან სანათესაოში აბსოლუტურად ყველგან პოლარიზებულია საზოგადოება. დამანგრეველი პოლარიზაციაა საქართველოში. ამაზე მეტი რა პარალიჩი მეტი რა არის. ეგ არის ყველაფერი, რომ ერთი ნაწილი, მეორე ნაწილი დაპირისპირებული დანასისხლად გადაკიდებული ერთმანეთზე. ეს რა ხელისუფლებაა, ეს რა ქვეყანაა, სად მიიყვანეთ, სად მივიდეს ქვეყანა.
ეგ როგორ შეიძლება ესეთი რამ? ამას ვეძახით ჩვენ, ეს არის მართვა და უბრალოდ მართლა მეწოდება ყოველი ადამიანი, რომელსაც მიაჩნია რომ ესე იგი დაჭერებია კარგი. მეწოდება ყოველი ადამიანი, ვისაც მოწონს ხელისუფლება, ჩერჩილმა კარგად თქვა, როცა ოდნავ მაინც მოგეწონება ხელისუფლება, ფსიქიატრთან წადიო. მე უბრალოდ უყურებ ადამიანებს, მათ შორის განათლებული და ის რომ მეგონა უყურებ ადამიანებს და ესე თავგამოდებით იცავენ ბიძინა ავანიშვილს. ზოდა ელაპარაკები 5 წუთში შენ მხარეს გადმოდიან, მაგრამ რა ვქნათ, შვილი იქ ყავს ეკისავ. თქვენ რაზე ფიქრობთ ხალხო? თქვენ ღუპავთ ბიძინა ავანიშვილსაც და ღუპავთ ქვეყანასაც. მე ამდენი მონური ფსიქოლოგიის ადამიანი თუ იყო და მით უფრო ზედა ეშელონებში პოლიტიკის მე ვერც კი წარმომედგინა. ადამიანები რომლებიც გუშინ წინ ლაპარაკობდნენ სხვას, დღეს ეხლა არჩევნები რო დამთავრდა და ხედავენ რომ რაღაც დაჭერებია, ფიქრობენ იმას, რომ ეხლა გაიყარა ქვეყანა და იქნებ ჩემთვის რაღაცა გამოჩნდეს და ძვრებიან. ასე იგი როგორც არ მინდა უხეში გამონათქვამი ვიყო, გამოვიყენო ნაცვლად იმისა, რომ მე ხმამაღლა მოგობ. ბიძინა ივანიშვილის ქმედება დღეს ეს არის დანაშაულებრივი. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი. დასაჭერი ეს ხალხი და დანიშნამდე იყო. დანიშნამდე იყო დასაჭერი ღარიბაშვილი, დანიშნამდე იყო დასაჭერი კალაძე, დანიშნამდე იყო დასაჭერი ძალიან ბევრი ვინმე, ვისაც თქვენ იჭერთ ან დაიჭირეთ. მაგრამ ვინც თქვენთან დარჩა, ისინი ანუ პროცესის პრინციპი როგორი აქვს, დანაშაულებრივი სისტემის პრინციპი როგორია, ჩემთან ხარ იქამდე, იპარე, რაც გინდა აკეთე. მაგრამ თუ მოინდომებ ჩემგან წასვლას, გაგიხსენებ იმ ნაპარავს და დაგიჭერ. ეს სისტემა როგორ შეიძლება? ამ სისტემის შემქმნელია ყველაზე დიდი დამნაშავე. ყველაზე დიდი დამნაშავე არის ამ სისტემის შემქმნელი. დღეს ჩვენ გადაცემა იყო, რომელიც ხვალ დაიდება ალბათ Facebook-ზე, შეიძლება უკვე არის, მაგრამ ტელევიზიით 4-დან 6 საათამდე ყოველ სამუშაო დღეს მეცნიერთა კონგრესის დროა. ხვალ ბატონ ჯუბაღებელთან ერთად გავждები და ეს კიდე ცალკე სასაუბრო თემაა, რომელიც ლიტერატურული საქართველოს დღეს და ბატონ ლუარა ნიჟერაძის ძალიან ღრმა და კარგი საფუძვლია. აი რას ნიშნავს მეცნიერთა კონგრესი, აი რას ნიშნავს მეცნიერთა კონგრესის იდეებით როგორც იტყვიან მოქმედება. ბატონი ლუარა ერთ-ერთი ის პიროვნებაა, რომელიც სათავეებთან იდგა მეცნიერთა კონგრესის, მეცნიერების დოქტორია და იძულებული გახდა წასულიყო იტალიაში და იქ მუშაობს და მართლაც ერთი გულამთებული ქართველია. და მე უბრალოდ ხვალ გავაგზავნებ ჩვენ ამ საუბარს, მაგრამ სათაური და ის მთავარი სისტემა რა იყო, ნახეთ დააგვირდით, მართვის სისტემით დამარცხებული და გამარჯვებული. მართვის სისტემის მსხვერპლი დღეს და მომავალში. და დავაკონკრეტოთ, მართვის სისტემით დამარცხებული ვინ არის? საქართველო, ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა ამ მართვის სისტემით დამარცხებულია. ვინ არის მართვის სისტემით გამარჯვებული? დროებით ოცნება. ამ მართვის სისტემით გამარჯვებულია ოცნება. იყო გარკვეული პერიოდი მოკავშირე გამარჯვებული, მერე გახდა გარკვეული პერიოდი ნაციონალური მოძრაობა გამარჯვებული, დღეს გარკვეული პერიოდი ოცნებაა გამარჯვებული. მართვის სისტემით მსხვერპლი დღეს ვინ არიან? ვინცაც იჭერენ? მომავალში ვინ იქნებიან ამ ხელისუფლების წარმომადგენლები? ჩვენ ძალიან კარგად აიაკვიწერია რომ აი აგერ დღესვე რაც დევს Facebook-ზე იმაში მინიშნებაა გაკეთებული, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, აი აგერ გვაქვს ხელისუფლებები იჭერენ და ასამართლებენ. დრო ხელისუფლებებს ასამართლებს. პირველი არც ხალხს და არც ხელისუფლებს არ უნდა გიხაროდეს, ანუ დაჭერები და სასამართლოები. მეორე კი ხელისუფლების მხარდამჭერთ, განსაკუთრებით ხელისუფალთ უნდა აშინებდეთ ეს კაცობრიობის გამოცდილებაა. გეშინოდეთ ბატონებო თქვენ ყველას, ვინც ამ ხელისუფლებას და ამ მოქმედებებს უჭერთ მხარს. ამით თქვენ კიდევ უფრო აზიანებთ ქვეყანას და მის ავტორიტეტს. ამას ხაზგასმით ვამბობ, კიდევ უფრო მეტად აზიანებთ ქვეყანას და მის ავტორიტეტს აი ამ მხარდაჭერებით. შიში შეიფ სიყვარულსა რა არის? შიში შეიფ სიყვარულსა ეს არის გეშინოდეს ისეთი საქციელი არ ჩაიდირო, შენ შთამომავლობაში მე ვიღაცაზე გადავიდეს. ყველანი ძალიან მძიმე რამეს ჩადიხართ თქვენი შთამომავლობისათვის. როდესაც დაჭერებს გიხარიათ ვიღაცას რომ იჭერენ,
მე თავიდანვე ვამბობდი რომ გახარია ეს უბედურება როგორ შეიძლება ეს პრემიერ-მინისტრი ყოფილიყო მაგრამ ის რასაც როგორც დღეს ექცევიან მას და სხვებს ეს არის მართვის სისტემის მსხვერპლია მას მართვის სისტემის სათავეში დგას ბიძინევანიშვილი მთელი პასუხისგებლობა იმაზე რაც ხდება დღეს ქვეყანაში ეკისრება ბიძინევანიშვილს მთელი პასუხისგებლობა ეხლა ვინმე იტყვის კი მაგრამ როგორ უნდა გაეკეთებინა როგორ პირველ რიგში შენ ძმაკაცებში და მეგობრებში და შენ ბანკირებში არ უნდა ეძებო ხალხი მეორე 20-25 წელია ხალხთან მუშაობდა დღეს გაიგე ვინ არიან ესე არაფერი არ უცოდნია მესამე არავის ნდობა არ შეიძლება სისტემაა მთავარი რას ნიშნავს სისტემა რომელიც კი არ ახალისებს დანაშაულს არამედ არ უშვებს აბა ერთი სისტემა რომელიც შემოთავაზებულია მესტიათა კონგრესთან მარტივ რამეს გეუბნებით აბა ერთი ოპოზიციის მიერ დანიშნული ყოფილიყო ან შევარდნაძის დროს ან სააკაშვილის დროს ან ბიძინევანიშვილის დროს ოპოზიციის მიერ დანიშნულიყო კონტროლის პალატის ანუ აუდიტის თავარი პირი როგორც ჩვენში ამბობენ აუდიტი ანუ კონტროლის პალატა ანუ ფულის ხარჯვის მაკონტროლებელი დანიშნულიყო მე გაწმუნდები თქვენ რომ ციხეში არავინ ყოველ შემთხვევისთვის ძალიან ცოტა ვინმე იქნებოდა და ქვეყანა იქნებოდა 10 ჯერ უკეთეს მდგომარეობაში ჩვენ დღეს აი აბსტრაგირება გავაკეთეთ რომ ყველაფერი სწორად წასულიყო და რომ აი ვთქვათ 95 16 17 წლებში რომ სისტემა შეცვლილიყო მართვის სისტემა აგებული ყოფილიყო არა პიროვნებაზე ის აიგო შევარდნაძეზე მერე სააკაშვილზე ეხლა ბიძინევანიშვილზე იყო ასე რომ კონსტიტუცია მოარგეს ჯერ მოქალაქეთა კავშირს მერე მოვიდა ნაციონალურ მოძრაობა და მოარგო ნაციონალურ მოძრაობას მერე მოვიდა ოცნება და მოირგო ოცნება ასეთი სისტემა არის დანაშაულებრივი ვინც არ დავით აღმაშენებელი რომ ადგეს ან ის უფლება არ უნდა მივცეთ რის უფლებასაც ბიძინევანიშვილი აძლევს თავის თავს დღეს რის უფლებასაც სააკაშვილი აძლევდა თავის თავს რის უფლებასაც შევარდნაძე აძლევდა თავის თავს ჩვენ ერთიც მეორეც მესამეც დაუშვით მე ვინც მეუბნება ეხლა რომ კი მაგრამ შენ გწდებით თქვენ ბატონებო და აბა ნახეთ ერთი შედით თეთრები წერტილი 2 და ამოაგდეთ იქ თემურ შაშიაშვილი შევარდნაძის შესახებ ან ნახეთ გაზეთებში და სხვაგან სად მაქვს ერთხელ ან შევაქე ან მხარე დაუჭირე ძიმე გამოსვლები მქონდა იმიტომ კი არა რომ ვებძოდი იმიტომ კი არა რომ რამე მისი ადგილი მინდოდა იმიტომ რომ არასწორი რაც მეგონა მე შეიძლება ვწდებოდი რაღაცაში მაგრამ მე რასაც ვფიქრობდი იმას ვეუბნებოდი პირდაპირ იმ ხალხისგან განსხვავებით რომლებიც დღეს ხვიჩიასთან ჯდებიან და ლაპარაკობენ მაშინ ედვარდ დაბრუსოვიჩი ჯერ უჩირო ცხაჯერო იტყოდნენ და ეხლა რო გამოდიან თურმე კაბინეტებში შეუვარდნენ და ლამის გალახეს შევარდნაძე ფეხფეში იყვნენ გაგებულები აი ამ ადამიანებმა დაღუპეს შევარდნაძე ეს ამ ადამიანებმა დაღუპეს სააკაშვილი ეს ადამიანები უყუპავენ ბიძინევანიშვილს როდესაც დიდი ტრიბუნიდან მე მივმართე რამდენჯერმე მithქვას და გავიმეორებს შევარდნაძეს რომ თქვენ მაფიოზების კალში ხართ მეთქი თუ გაარღვევთ ამ კალს და დადგებით ხალხთან თქვენი ისტორიაში დიდი განზომილების პიროვნება დარჩებით მაგრამ თუ ამ კალს ვერ დაარღვევთ თქვენი პრეზიდენტობის პერიოდი არარაობად დარჩება თქო ხმარ გამცა ტრიბუნიდან რო თქვეს ხმარ გამცა დარბაზში 2-3 კაცმა თუ გაბედა ჩემთან მოსულიყო და რაღაც ისე გამომლაპარაკებოდა იგივე ხალხი რომელმაც ეს გააკეთეს მაშინ დღეს გამოდიან და რაღაც იმას ხვებიან ხვიჩიას იმაში რომელიც უბედურება ამ ქვეყნისთვის ის გადაცემა საერთოდ ტყუილებზე აგებულია ყველაფერი და ვიმეორებ დღეს სააკაშვილსაც მიმართ ესე და უთხარი დღეს ძიმერ კალში ხარ მაფიოზების კალში ხარ თქო დღეს ვეუნები ბიძინევანიშვილს თქვენ გაცილებით უფრო რთული მაფიოზების კალში ხართ ვიდრე ამაში იყო ან შევარდნაძე ან იყო სააკაშვილი თქვენ ყველა მთავარი მაფიოზი შევარდნაძის ყველა მთავარი მაფიოზი სააკაშვილის გვერდითა მოიყენეთ დაამატეთ კიდე რუსეთიდან ჩამოსულები და შექმნით უბედურება ამ ქვეყანაში ვიყავი და ვრჩები იმაზე რომ საქართველოს პოლიტიკისათვის უბედურება რუსეთში გამდიდრებული ადამიანი რატომ ვაყალიბებ კონკრეტულად რუსეთში ვერ გამდიდრდები ხელისუფლების გარეშე და თუ გამდიდრდები და საქართველოს პოლიტიკაში წამოხვალ უნდა შეასრულო მათი დავალებები და რუსეთში ვერ გამდიდრდები ქართველი კურდების გარეშე ორი უმძიმესი ძალა რუსეთის ხელისუფლება და კურდები რომლებიც კარგად ცხოვრობენ რუსეთსა და უკვე იტალიაში და საბერძნეთშიც აი ისინი აკონტროლებენ და აი შეკრული ეს გუნდი უკვე შეკრული ვერავინ გაბედა ის რომ ჯგუფს დაპირისპირებოდა იმიტომ რომ ამას ძალაც უნდა ნებისყოფა უნდა და არ უნდა ფიქრობდე შენი ფულის დაცვაზე
სოკრატე მახსენდებოდა ამ დღეებში, რომ არაფრის მქონე იყო და რას აართმევენო, იმას არაფრის მქონე არ არისო. სწორედ ასეთი ადამიანები ჭირდება დღეს, სუფთა ხელების ადამიანები, ვისაც დასაკარგავი აქვს რაღაც, ისინი თავს მოიკლავენ, მილიონებს დახარჯავენ, რომ ეს არ დაიკარგოს და ამით იღუპება ვინ? თვითონაც იღუპებიან და ქვეყანაც იღუპება. რეალობა ეგ არის. ბიზინე ამანიშვილის ფულს ვეწირებით ჩვენ ყველანი დღეს. და ბიზინე ამანიშვილმა გირგვლივ, ვისაც ფული ქონდა შემოიკრიბა. მაგრამ თუ ფულიანმა ცოტა მეტი სიმდიდრისკენ გადადგა ნაბიჯი, უკვე მისთვის საშიშროება გახდა და იჭერს. ჩვენ ვლაპარაკობთ სისტემაზე, რომელიც არ დაუშვებს ფულისა და ძალაუფლების მოყვარულთა მოსვლას ხელისუფლებაში. ესაა სისტემა. ამის შექმნა მთავარი. ეს აქვს მეცნიერთა კონგრესს. ვის აინტერესებს? აინტერესებდა სააკაშვილს არა? აინტერესებს ივანიშვილს არა? ეს რო გავიდეს, მაშინ ხალხის ძალაუფლება იქნება ამ ქვეყანაში. და ხალხის ძალაუფლება ვის აწყობს? არავის, ამათ უნდათ რომ თავის ძალაუფლება იყოს, მისი ხელისუფლება იყოს. დამწვარე ერთი კაცის ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს იგი. ამ ქვეყანას როგორ შეიძლება მიაყენო ეს შეურაცხყოფა? ერთი კაცის გუნება განწყობით ცხოვრობდეს ეს ტვინით გატენილი ხალხის ქვეყანა და ის ცივილიზაციის სათავეებიდან ქვეყანა, რომელიც ცივილიზაციის სათავეებიდან მოდის და მუდმივად ცივილიზაციის წვერვალზე იყო. როგორ შეიძლება ეს ვინც არ უნდა იყოს ის? გენიოსების ის რო კონდეს ნიჭი, ყველა გენიოსი ვიც კი ყოფილა სოფლიოში იმათი ნიჭი რო კონდეს, იმას არ უნდა მივცეთ ეს უფლება. ბიძინა ივანიშვილი აძლევს თავის თავს იმის უფლებას, რომ ეს არის შეურაცხყოფელი ნებისმიერი მოაზროვნე ქართველისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ქვეყანაზე ფიქრობს. შინაგანად ვიცი რომ ყველა წინააღმდეგია, მის ერთი ფეხი რო წაუწდეს, ჩემ მე გავხდები მისი დამცველი. მაგრამ ესენი ყველანი გაუდგებიან გვერდით და უღალატებენ, როგორც პიროვნებები, რომლებიც ხო გახსოვს, რაებს წერდნენ იმაზე, ღარიბაშვილზე, რომ გენიოსი და რაღაც არ ვიცი, საიდან ჰქონდათ ეს აზრი, რას არ წერდნენ ლილუაშვილზე, რას არ წერდნენ მაშინ, როდესაც მეც და ძალიან ბევრი და მეცნიერთა კონგრესი რო აანალიზებდა მდგომარეობას, ვამბობდით იმას, რომ ეს როგორ შეიძლება, რომ ესენი იყვნენ ხელისუფლებაში. და დღეს ისინი, რომლებზეც სულ იყო საუბარი, ამათ რა უნდათ ხელისუფლებაში? დანიშნამდე იყვნენ დასაჭერები. ამა დანიშნეს, ზოგიერთი ორჯერ მოაბრუნეს. ყველათან ერთთანამდებობა, მეორე, მესამე, მეოთხე შეიძლება ესეთი რამე გააკეთო, რომ ადამიანი უშიშროების მინისტრადაც ყავდეს, პოლიციის მინისტრადაც მოიყვანო, პრემიერ-მინისტრად ყველაფერში ჩაახედეს, ყველაფერში. გასაოცარია პირდაპირ. მე არ ვიცი ეს სისტემა არის უბედურება. ეს სისტემა რომ მოწესრიგებული იყო ქვეყანაში, ჩვენ უხეშად აეცეღავ საუბრობდი ამის თაობაზე, რომ უხეშად გავთვალეთ ქვეყანაში ჩვენი ბიუჯეტი 70-80 ჯერ მეტი იქნებოდა დღეს, 70-80 ჯერ მეტი. რომ ქვეყანაში სწორედ მართვის სისტემა შეცვლილიყო და იგი ყოფილიყო ადამიანური, ქართული. ამბიცია ყველა ადამიანს აქვს. განსაკუთრებით პოლიტიკოსებს. მაგრამ გვითქვამს და გავიმეორებ. არსებობს ორი ამბიცია. ერთი არის ქართული, დასავლური, ცივილური, ქრისტიანული, მართლმადიდებლური. და მეორე არის ბოლშევიკური. რომელია ბოლშევიკური? იბრძვი იმისთვის, რაც არ გეკუთვნის. რომელია ნორმალური, ადამიანური, დასავლური, ქართული, დარბაისყური? შენ იბრძვი იმისთვის, რაც გეკუთვნის. ნახეთ ახლა ხელისუფლებაში მე მოვიყვანა ეს პრეზიდენტები, მე მოვიყვანა ეს პრემიერ-მინისტრები. ერთი მითხარით რომელიმეზე, როცა მოყავდათ ძალიან ბევრს და მათ შორის მე მარტო არ ვსაუბრობ ჩვენ. რამდენი ჩვენ ვთქვით, არ შეიძლება ამის დანიშნა. ამის არ შეიძლება ყველა ქვეყანაში, ამ ჩვენს პატარა ქვეყანაში, ხო ყველანი ყველას ვიცნობთ. ყველა პიროვნება არის დანიშნული. პრეზიდენტი დანიშნულია, პრემიერ-მინისტრი დანიშნულია, ბიზნესმენი დანიშნულია, დეპუტატი დანიშნულია, მინისტრი დანიშნულია, გუბერნატორი დანიშნულია, მერი დანიშნულია, პოლიციის უფროსია, მოსამართლეა, ყველა დანიშნულია და დანიშნულია ერთი კაცის აზროვნებით. ეს როგორ შეიძლება, რას ითმენთ ხალხო? აი რომ ჩემი უახლოესი რომ იყოს, უახლოესი, იმიტომ იყო ნოლა გაფრინდაშვილმა რომ ითხრა, რომ თქვენ შეგვდე უთხარი არა, ჩვენი სტილი განსხვავებულია, ეს კაცი ქვეყანასაც დაღუპავს და საკუთარ თავსაც. ორივეს ღუპავს ერთნაირად, საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც. როცა 98 წელში საპრეზიდენტო არჩევნები იყო, მაშინ თქვი რომ ბიძინა ივანიშვილს თავის თავზე დიდი მტერი არ ყავს. იგი საჭიროა ქვეყნისთვის, მაგრამ არა პოლიტიკაში. მოვიდა იქ სადაც არ იცის, არ იცნობს ხალხს.
არ უცხოვრია აქ. არ აქვს თქვა ის ხედობაში მაქვს აქ არ ყოფნის გამო არ აქვს ის ცოდნა რომელიც ჭირდება რომ ქვეყანა მართო. არც ხალხს იცნობს. არც ხელოვნება, კულტურა, ლიტერატურა არ იცის ისე როგორც საჭიროა. არც ქვეყანა არ იცის ისე როგორც საჭიროა. შეიძლება რაღაც სფერო იცის და კი ბატონო ღმერთმა ხელი მოუმართოს ვინებზის მის ცოდნას. მე ვლაპარაკობ იმას რომ რატო არო ამერიკაში თუ ამერიკაში დაბადებული არ ხარ და ბოლო 20 წელი არ გიცხოვრია თუ რაღაც წლები ეგ ვერ გახდები მაღალი რანგის ხელმძღვანელი და მით უფრო პრეზიდენტი. რატო? ჭკვიანებად დაწერეს ის კონსტიტუცია. რატომ ამრის საფრანგეთში $1 მილიონ ვინც $1 მილიონზე მეტი თუ აქვს მას ქონება იმას არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს. რატომ არის? იმიტომ რომ ფულიანები არ იყვნენ პოლიტიკაში. საქართველოში მოხდა პირიქით. გაუბედურდა ქვეყანა. და ამ ხელისუფალთ ვაუბედურებთ ჩვენ. ხან შევანაძეს დაუჩოქეს. ხან სააკაშვილის რაები არ ეძახეს. მუხრა მაჭავარიანთან მქონდა 20 ოპერაში შეიკრიბნენ მაშინ მეც ვიყიდი კენსა რომ დაურეკე უთხარი რომ ესე იგი ვინ მინდა გავადრო და ინანებთ მეთქი და მაგრამ დიდი კაცი იყო და მე მითხრა იმას რომ მართალი მითხარი მაშინ რატო ცდებით ბატონებო დაანებეთ ამ პოლიტიკოსებს თავი ამ პოლიტიკოსების უკანს დევნას დაანებეთ თავი ერთი მაჩვენეთ რომელიმე ხელისუფალი არჩევნები ისა ხელოვნების და კულტურის მოღვაწე მეცნიერი რომ რომელ არჩევნებში არ მიმიღია მონაწილეობა თუ ერთთან მისულ ვარ და რამე მithოვია რატომ? იმიტომ რომ ესენი თავისუფალი ადამიანები უნდა იყვნენ და არ უნდა დასდებდნენ უკას ხელისუფლებას, პოლიტიკას და პოლიტიკოსებს. ეს არის მართალი რომ განათლების რეფორმას იწყებენ ქვეყანაში და განათლების რეფორმაზე ლაპარაკობენ მხოლოდ პოლიტიკოსები. სერიოზული ექსპერტი არ გამოსულა. არც ქართველი და არც უცხოური. არავის არ გაუანალიზებია რას ნიშნავს დიმიტრი უზნაძის ესე იგი სარეფორმო განათლების სარეფორმო პროგრამა. მასწავლებელი არ ლაპარაკობს რეფორმის იმაზე, ესე იგი ექსპერტები არ ლაპარაკობენ პოლიტიკოსები. ესეთი რომ უმაღლეს სასწავლებლების რეფორმაზე ლაპარაკობს პრემიერ-მინისტრი და ლაპარაკობენ პოლიტიკოსები. მოკვდა ქვეყანაში, გონიერებას კლავენ ქვეყანაში. როგორ შეიძლება განათლებაზე, რომელიც აპოლიტიზებული უნდა იყოს, რომელშიც პოლიტიკას არ უნდა იყოს და დღეს კანონი რომ იყოს, აი სისტემა რა არის? სისტემა როცა ლაპარაკობთ იმაზე რომ აი რომ დაენიშნა თქვით ჩვენ რომ კონტროლის პალატის თავმჯდომარე რომ ყოფილიყო თქვათ ოპოზიციის წარმომადგენელი არავინ ციხეში არ იქნებოდა სახელმწიფოს წარმომადგენელი და ბიუჯეტში უკეთეს მდგომარეობა იქნებოდა ამდენ ფულს ვერ მოიპარავდნენ. ეხლა იტყვით რომ სათხდება ბევრგან მეც შემეძნო ქუთაისში მე გავაკეთე ეს და დამიჯდა იმათ რომ პრეზიდენტამდე მივედი წინააღმდეგი იყვნენ რომ ოპოზიციის წარმომადგენელი დამენიშნა კონტროლის პალატის თავმჯდომარედ და მე მაშინ ხმამაღლა ვთქვი თუ მე წესიერი კაცი ვარ და მე ვნიშნავ ფულის მხარჯველს. თუ მე წესიერი კაცი ვარ, რატო კონტროლი გააკეთოს მე რომ ფულის მხარჯველი დავნიშნე, ფულის ხარჯვა გააკონტროლოს ოპოზიცია. რაიმე ვინმეს გახმაურებული რამე კორუფციული უნახავს, როცა გაქცეული იყო გუბერნატორების და მერების და მინისტრების და ქვეყანა ვინმე გაიქცა ქვეყნიდან, მე ერთხელ ოდესმე შევაჩერე, ჩემი საქმიანობა და ხმამაღლა არ გამოვდიოდი, იმიტომ რომ მე სხვანაირად მქონდეს მომართული სისტემა იყო ეგეთი. სისტემა რომელიც არ უშვებდა პოლიციის უფროს ვირჩევდით რატო არ უნდა ავირჩიოთ პოლიციის უფროსები რაიონებში რატო არ უნდა ავირჩიოთ პროკურორი რაიონებში რატო არ უნდა ავირჩიოთ აუდიტი ანუ კონტროლის პალატის თავმჯდომარე რაიონებში რატომ არ უნდა ავირჩიოთ განათლების საბჭო რაიონებში აი ესა ამერიკული და ძალიან კარგი ბევრი რამ ამერიკიდან მოაქვთ ის და ლაპარაკობენ აქ ტყუის პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარე ყველა მოყოლებული ხელისუფლების მოსყიდული მეცნიერებია თუ სხვები ლაპარაკობენ რომ ვითომ ამერიკა ინგრევა ევროპა ინგრევა იგუბედურება იქ ესე იგი ქალი და კაცი ვერ გაურჩევია ტყუი ხართ რაც არ უნდა უმცირესობაში მოხდე იმიტომ რომ დღეს ყველა ლაპარაკობს ამერიკის და ევროპის და უხარიათ ამერიკას და ევროპას რო აკონტროლებენ ქვეყანაში ეს სიბნელია ყველა გამოსვლა პრემიერ-მინისტრის, ყველა გამოსვლა თავრობის და ხელისუფლების წარმომადგენლების, რომელიც მიმართული ასე აგდებული დამოკიდებულება ევროპული სტრუქტურების თუ ევროპის მიმართ ეს არის დანაშაული ქვეყნის წინაშე. დანაშაული ქვეყნის წინაშე. ვინ მოგცა თქვენ ამის უფლება? ამას თქვენ ვერ გაბედავდით რომ ვიღაცის ზურგი არ გქონდეთ უკან. თქვენ არ ახართ ის ბიჭები. ამ სიტყვის კარგი გაგებით ვამბობ. ის ბიჭები არ ახართ თქვენ რომ აი ასე გაბედულად გამოხვიდოდით ამერიკის და ევროპის წინააღმდეგ რომ უკან არ გიდგნენ ჩინეთი, რუსეთი, ირანი, არაბეთი, თურქეთი და სხვები. ასეთი საქართველო გინდათ?
მე მინდა ისეთ საქართველო, რომელიც არავის ფეხქვეშ არ ეგება და როცა ამერიკას აკრიტიკებს, ამას ვიღაცის ზურგით არ აკრიტიკებს. არც არავის კრიტიკა არ გჭირდება. ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინა, რომელიც მივიღეთ ჩვენ, ამაში ყველაფერია ჩამოყალიბებული, ყველაფერი აბსოლუტურად. რა იქნებოდა დღეს, მე ვეკითხები, 1997 წელს მიხეილ სააკაშვილი შეებრძოლა პირველი. ხელშეკრულება გამოაქვეყნა, ხვალ დავდებ ამ ხელშეკრულებას, კიდე ბევრი იცნობს ამას. მე გამოაქვეყნე ხელშეკრულება, ხელწერილი უკაცრავად, ხელწერილი, რომ მე იმერეთის გუბერნატორი და მერი, რასაც ვფლობ, რომ ვარ თანამდებობაზე, თუ ვინმე რაიმე სამი აღმოაჩენს, ჩუქნი მას ის მე იმ ხელფასით და იმ პირობით არ შემიძლია რომ ეს კიდე. მე კიდე. ამას ვეუბნებოდი ყველას. მივწერეთ ბიძინევანიშვილს, მივწერეთ სააკაშვილს, გააკეთეთ. არავინ არაფერი არ გააკეთა. რომ გაკეთებულიყო ეს, ხო არავის არ დაიჭერდით, მაგრამ თქვენ თუ არ დაიჭირეთ, ისი ავტორიტეტი არ აგაქვთ. და ხალხი ქვეყანაში იწონებს იმას, ვინც იჭერს. დამჭერი არ არის საქართველოს მომართული კაცი. დამჭერი არის თავის თავზე მოფიქრალი კაცი. ამ ქვეყანაზე ფიქრობს ის, ვინც შექმნის სისტემას, რომ დასაჭერი არ გაგვიხდეს ვინმე. სისტემა, რომელიც ისეთი სისტემა, რომელიც ადამიანებს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ მოიპარონ, ესაა ხელოვნება, ესაა სისტემა. ბიძინა ივანიშვილის მართვის სისტემა არის კორუფციაზე აგებული. თუ არ ხარ კორუმპირებული, ვერ იქნები მის შემადგენლობაში. ამოიღებ ხმას, დაგიჭერენ. ეს არის ავადმყოფი მართვის სისტემა. ავადმყოფი მართვის სისტემა ეძებს ავადმყოფ ადამიანებს. მე გეუბნებით, რომ 70-100-ჯერ მეტი და ალბათ მეტი ბიუჯეტი და მდგომარეობა უკეთესი იქნებოდა ქვეყანაში, ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა ვიქნებოდით, რომ მართვის სისტემა იყოს ამ ქვეყანაში სწორი. მართვის სისტემა, რომელიც ნიჭი ძალაუფლებაზე იქნება აგებული. საქართველოში ძალაუფლება აგებული არის პულზე. როდესაც ადამიანები იბრძვიან არსებობისთვის, ეს არის სისტემა მართვის დამოუპველი. როდესაც ადამიანები იბრძვიან საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციისათვის, ამ ქვეყანას აქვს მომავალი. ჩვენი პროგრამა ეს იყოს სწორედ არა არსებობისათვის ბრძოლა, არამედ საკუთარ შესაძლებლობათა რეალიზაციისათვის ბრძოლა. რომ ის კი არ არის კარგი, ვინც რაც შეუძლია იმას აკეთებს, არამედ ის ხელისუფლებაა კარგი, რომელიც აკეთებს იმის მაქსიმუმს, რისი გაკეთება შეიძლება იმ პერიოდში. საქართველოს ხელისუფლება არ ყოლია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, რომელიც აკეთებდა იმის 7-10%-ზე მეც, ვიდრე შესაძლებლობა იყო ქვეყანაში. ამას უჭერთ ხარს, ამას უდგეხართ გვერდით, ამას უკრავთ ტაშს. ეს ხო უბედურებაა, ეს ხო ტრაგედიაა. ამას უწუნებდი შევარნაძეს, ამას ვეუბნებოდი სააკაშვილს არ შეიძლება თქო, ამას ვეუბნები ბიძინა ივანიშვილს, ამას გააპარტა ხარ ყველაფერი. პოლიტიკა აქცია ბიზნესად. ფულის ტრიალია, ვისაც უნდა კიდულობენ, ვისაც უნდა კიდიან. როცა უნდა გიყიდიან, როცა უნდა გაგიდიან. პარტიებს და პოლიტიკოსებს. ნახეთ, იმავე გვერდზე თეთრები წერტილი ორ გახარიაზე ჩემი მოსაზრებები თავში მიმიწერია. ეს ერთ-ერთი ყველაზე რუსეთში გამდიდრებული კაცია. ჩამოვიდა აქ რუსეთიდან. და მე არ ვიცი შეთანხმებულია თუ არა ბიძინასთან, მაგრამ ის რომ თქვათ, ვიღაცისგან იმართება გარედან და არა ქართული ძალა მართავს მას გარედან, ჩემში ოდნავ არ ეჭებს, არ იწევს ეს ეჭვს. ღმერთმა ქრას რომ ებწდებოდე. თუ როცა სისტემა არის, სისტემა თვითონ ეძებს წესიერ ადამიანებს. აი ხა როცა ჩვენ გავაკეთეთ ალბათ გადაიწია ბევრი რამის გამო და ეს შეიძლება ჩვენი სისუსტის, მაგრამ იმის ბრალია რომ ადამიანების ვერ დავარწმუნეთ, რომ ამას შეიძლება თანადგომა, ვერჩიდგომა, ბევრი რამ ეროვნული თანხმობის ხელისუფლება, ანის ხალხმა რომ დაასახელა თქვა პიროვნებები და დაახლოებით 200-მდე კაცის სია, ალბათ გამოქვეყნდება ცოტა რაღაც დრო და გამოქვეყნდება ეს ყველაფერი, წაგვიშალეს ყველაფერი და ესე იგი გაანადგურეს, მაგრამ აღვადგენთ ყველაფერი ამას, შეიძლება რაღაც შეცდომები გაგვეპაროს ამ იმაში, მაგრამ აღვადგენთ ყველაფერი ამას და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ 23 ნოემბრისთვის მაინც შესაძლებელი იქნება, რომ ეს ვინც ჩათვლის საჭირო შეიკრიბოს, თუ ხალხმა მოგცა რეკომენდაცია, ამაზე კარგი რა უნდა იყოს, როგორ უნდა თქვა ამაზე უარი, მაგრამ გამოჩნდებიან ეს ადამიანებიც, იმიტომ რომ ხელისუფლება აქაც იყიდის ბევრი იმეს და გააჩერებს და მე რა, რაც არის.
ესაა დღეს რეალობა, მაგრამ ქვეყანაში მაინც ძალიან ბევრია და ჭარბობენ ის ადამიანები, რომელთა სუფთა ხელები აქვთ და ესე იგი მთავარია ინტელექტი აქვთ, ენერგია აქვთ, გამბედაობა აქვთ და წესიერება აქვთ. ეს 4 რამეა მთავარი. წესიერების გარეშე პირველი 3 კარგავს იმას. ესე იგი, რაც არ უნდა მელაპარაკებიან, ეს ის არის ჯერ ერთი არავინ არ არის. მე სოროსის სისტემაში ვინც მუშაობდა, სოროსის სისტემაშია დღევანდელი ხელისუფლების პირველი კაცები. სოროსის მეგობარი იყო ბიძინევანიშვილი. აქ ჩამოსულ სოროს წითელი ნოხები გაუგეს, როცა ძალიან ბევრი ქვეყანა ებრძოდა მას და არ უშვებდა და სოროსის მიიტყობოდა უბედურებად. ამერიკელები თქვენ ამერიკის უბედურებად. და საქართველოში ვინც არიან, ესე იგი ამ სოროსულ ძალებთან იყო დაკავშირებული დღევანდელი პარლამენტის თავმჯდომარეც, დღევანდელი ხელისუფლების პრემიერ-მინისტრების ხვები და სხვები ამ არასათაურო ორგანიზაციებიდან მოდიან. Ვითომ ისწავლეს უცხოეთში, მაგრამ მიხვდნენ ამ სოროსულ ორგანიზაციებში, მაგრამ ეხლა მიხვდნენ რომ იმათგან ხალხის მხარდაჭერა არ იქნება და რეალურად ის რომ ჩვენ ამ რუსულ ორბიტაზე გადაგდება ხელისუფლების რუსულ ორბიტაზე გადაგდება, ეს არის დამსახურება და შემოქმედება ნაციონალური მოძრაობის. რომ ნაციონალურ მოძრაობას ისეთი მხარდაჭერა ჰქონდა დასავლეთიდან, მიხვდა ოცნება რომ ამ მხარდაჭერას ვერ მიიღებდა ეს დასავლეთიდან და ამის გამო გადაბარგდა მეორე საწინააღმდეგო მხარეში. აი ეს გაუკეთეთ თქვენ ნაციონალურ მოძრაობამ და ოცნებამ საქართველოს. ერთი ნაწილის ემსახურებით, რომელიც ანტიკართულია, მეორე ნაწილის ემსახურებით. ერთი ურაპატრიოტიზმზე ხართ აგებული დღევანდელი ხელისუფლება, მეორე ესე იგი ულტრალიბერალიზმზე. არც ულტრალიბერალიზმი და არც ურაპატრიოტიზმი ქვეყნის სასიკეთო არ არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველოში შეიძლება და შეიძლებოდა და შეიძლება საქმის კეთება დაჭერების გარეშე. იმიტომ კი არა რომ დასაჭერი არ დაიჭირო. სისტემა არ დაუშვებს ამას. მithkoms და გავიმეორებ რომ საქართველოდან მიდის ამერიკაში კაცი და ხდება მოწესრიგებული და ამერიკიდან ჩამოდის იქ მოწესრიგებული ადამიანი და საქართველოში ხდება ჩვენზე უფრო კორუმპირებული. რატომ? იმიტომ რომ სისტემაა კორუმპირებული. ხალხო გავაჯანსაღოთ ეს სისტემა, მიუმართავ საზოგადოებას. ამის გამკეთებელი ბიძინევანიშვილი არ არის. იმიტომ რომ სისტემა რომელიც არ დაუშვებს ხელისუფლების სათავეში პულისა და ძალაუფლების მოყვარულთა მისვლას, ეს არის ბიძინევანიშვილის საწინააღმდეგო მოქმედება, იმიტომ რომ ბიძინევანიშვილს პულისა და ძალაუფლების გარეშე ვერ წარმოუდგენია მისი საკუთარი თავი და ესე ქვეყანაში ყოფნა. ამიტომ ის საკუთარ თავს განაჩენს ვერ გამოუტანს. არა აქვს ეს ძალა. ისე რომ მქონდეს ეს ძალა, გააკეთებდა ამას და დარჩებოდა დიდი განზომილების პიროვნებად. მაგრამ არა, ის მაფიოზების კავშირია, ვინც მისგან წავიდა იჭერს, ვინც მასთან დარჩა, ეუბნება იქურდეთ. რაც გინდათ იპარეთ. სააკაშვილს ვეუბნებოდით, დღეს ვეუბნებით ბიძინევანიშვილს, 10 დღე უნდა თბილისის მერიაში 7-8 კაცი, ვინც საქმე იცის შევალთ და თბილისის მერიაში კორუფციას ნახავს, რომლის მსგავსი კორუფცია საქართველოში ღმერთმა უკრას ოდესმე იყოს, ან ყოფილა, ან იყოს ოდესმე. მაგრამ ეს კარგია, იმიტომ რომ კახკალაძე მათი ის არის და განათლების რეფორმაზე ლაპარაკობს კახკალაძე. ნუ ახლა ყველაფერი მიუხედავად ყველაფრისა რომ ესე იგი განათლების საერთაშორისო ცენტრში ვიყავი ჟენევაში და ნახე 160-170 ქვეყნის გამოცდილება, მიუხედავად იმისა რომ დიმიტრი უზნაძის განათლების რეფორმა რომ პირველმა დაწერა ეს, ნახე წავიკითხე ორიგინალში და ქუთაისში გავაკეთეთ ის რომ დისერტაცია ბატონმა ამირან ნიკოლეიშვილმა სწორედ ამ საკითხებზე დაიცვა ისტორიის ინსტიტუტში და მოხიბლული ვიყავი რომ როგორი რეფორმა ქონია აგერ ჩვენს თანამემამულეს განწყობის თეორიის ავტორს და მიუხედავად ყველაფერი ამისა მე არ მივცემ თავს უფლებას რომ რაღაც ექსპერტი გავხდე განათლების საკითხებში, იმიტომ რომ განათლება ეს სპეციფიური დარგია, ძალიან პრინციპული, ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ დათათბირების გარეშე კვირაში ორჯერ მიწევდა ერთი უნივერსიტეტის და მეორე უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოებთან შეხვედრა, რექტორთა საბჭოსთან შეხვედრა, რომ თქვათ აი რაღაცები გამეტანა და ბოლოს იმაზე წავედით რომ უთხარი შეარჩიეთ თქვენ ტექნიკურმა უნივერსიტეტმა რამდენიმე კაცი ბატონი არჩილ კოსტავას ხელმძღვანელობით მოხდა, აქეთ ბატონი ალთანდილ ნიკოლეიშვილი უთხარი აირჩიეთ ქვეყანა, მერია დააფინანსებს ამას, წავიდეთ,
თქვენ დასვით შეკითხვები, რაც გაწუხებთ, რაც არ მოგწონთ ჩემგან, იკითხეთ როგორ არის, თქვა და წავედით ორ ქვეყანაში, ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში. და ზუსტად რასაც იკითხა, აი ასე შევძელი ჩვენ გაგვეკეთები ეგ და რა შედეგი მოგცა მან. მისაღები გამოსთები არ იყო? ლექტორი, როცა თბილისში $15-20 შესაბამისი კუპონს იღებდა, ქუთაისში $200-300 შესაბამისი კუპონი და ლარი ქონდა ხელფასი, რომ ჩვენ ვაფინანსებდით სტუდენტების სწავლებას, არავითარი ფული თქვენ წარმოვიდგინეთ 95-96 წლებში. დღეს ხო გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლება. და არაფერი. ყველაფერი კვდება ქვეყანაში და ვინ ლაპარაკობს განათლების რეფორმაზე? ექსპერტებს და სპეციალისტებს გარდა ყველა და მხოლოდ პოლიტიკოსები. და ყველა პოლიტიკოსი ლაპარაკობს ისე როგორც მას უნდა. და არა ისე როგორც ეს უზნაძის თეორიაშია, არა ეს ისე როგორც ქართველ ექსპერტებს ესმით და რომ მიანდოს და უთხრა რომ საერთოდ რეფორმის პროექტს წერს ინსტიტუტი. გამოაქვს ინსტიტუტს დიდი განსჯისთვის ეს საკითხი და მე აი ხალხთან დათათბირებული რაღაც გარკვეული მით შედის პარლამენტში. მე პარლამენტში იწყება განხილვა. შეხვედრები უამრავი ამის ნაცვლად გამოაქვს და პირდაპირ აი იმპერატიული ტონით გვეუბნებიან, ასე იქნება, ისე იქნება. რა იქნება? განათლებაა ეს. განათლების საბჭო ვიმეორებ. განათლების მე იმიტომ მოვაყოლე ეს განათლების საბჭოს არჩევა, რომ წარმოუდგენელია დემოკრატიულ ქვეყანაში სკოლის დირექტორს რაიონის და ქალაქის ხელმძღვანელი იბარებდეს თათბირზე. წარმოუდგენელია ეს ანაქრონიზმი, ამას ვერ გაიგებს ვერავინ. და ჩვენთან სადღაც კახეთში იყო, მეცხრე კლასში იყო ეს რა ქვია გამგებელი და თათბირზე ეძახებდა სკოლის დირექტორებს. სკოლა არ ქონდა ნოთარებული. განათლების საბჭო მართავს ყველაფერს და იქამდეც რომ მithქვამს და გავიმეორებ, ამერიკაში პრეზიდენტის არჩევნები ემთხვევა განათლების საბჭოს არჩევნებს, იმიტომ რომ განათლების საბჭო უფრო მეტ პიროვნებას აინტერესებს, ვიდრე ვთქვათ პრეზიდენტი. განათლება ეხება ყველა ოჯახს და ამიტომ რომ მიდიან განათლების საბჭოს წევრის არჩევად, იქნებ პრეზიდენტის ბიულეტენიც აიღონ ხელში. ასია მოწყობილი ეს ქვეყნები. და ისე არ არის ამერიკა და ევროპა, როგორც თქვენ ლაპარაკობთ. და თქვენ გზის გადაკეთვა ამერიკასა და ევროპისგან ეს ვისაც ნორმალური გონიათ, ამაზე დიდი ბრძოლა ქვეყნის წინააღმდეგ რა უნდა იყოს. მაჩვენეთ ერთი საქართველოს ისტორიაში რომელიმე პერიოდი, ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული, რომ ჩვენ არ ვთვლიდით თავს ევროპის ნაწილად და არ ვთვლიდით თავს ევროპული ცივილიზაციის ნაწილად და არ ვთვლიდით ის რომ თქვათ მე არ მომწონს ძალიან ბევრი რამ, რასაც ევროკავშირის და ევროპული სტრუქტურების შეხედულებები და მოსაზრებები ქვია, მაგრამ ის რაც არის ევროპული ღირებულებები, ის იგივეა რაც ქართული ღირებულებები, იგივეა რაც ქრისტიანული ჩვენთვის მართლმადიდებლური ღირებულებები. არ მოდის წინააღმდეგობაში. კი ბატონო, ძალიან ზოგიერთი რამ ღირებულება, ფასეულებები, რომელიც გააჩნია დღევანდელ ევროკავშირს, მოდის წინააღმდეგობაში თვითონ ევროპულ ფასეულებებთან და ღირებულებებთან. ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ, არა ვლანძღოთ პიროვნებები. ამოვიღოთ და ვთქვათ, რომელია და შევადაროთ, მაგრამ ამას განათლება უნდა. ამას პოლიტიკური კულტურა უნდა, ამას დისკუსიის კულტურა უნდა. ხალხო, ადამიანებო, დაჭერა გინდათ ხალხის ერთხელ არ შეხვედრიხართ და არ გისაუბრიათ. მე შემთხვევით არ დავიწყეთ დღევანდელი გამოსვლა იმით, რომ იარაღით ხელში და ხალხს შევხვდე. ნებისმიერ მიტინგზე, რომელიც იყო რო ჩავედი ქუთაისში, მივდიოდი, ველაპარაკებოდი, ხალხს ხდებოდი, ვიგებდი ამას. ხალხში გადით, ბატონებო, ხალხში. ხალხში არ ცხოვრობთ, ხალხში არ იცით რა მდგომარეობაა. ბიძინე ამარიშვილს რამდენი ხანი პირველივე წერილები რომ გაუგზავნეთ, რა იყო პირველი წერილი, რომელიც მოვიდნენ ოქტომბერში და პირველი წერილი ნოემბერში რომ გაიგზავნეთ ჩვენი ანალიზები, სადაც წერდით რომ მოხდა ქვეყანაში გენოციდია მოსახლეობის, მოქალაქეთა კავშირმა, ესე იგი აღორძინება მოქალაქეთა კავშირმა და ნაცმოძრაობამ გენოციდი მოუწეს ქართულ ხალხს და გავაგზავნეთ 4 ტომეული. ბიძინე ამარიშვილთა პროკურატურაში, ცალკე პროკურატურაში. მივიღეთ იქიდან ის რომ ბიძინე ამარიშვილის წერილით მივწერეთ, რომელშიც 5 პუნქტი იყო სულ. პირველი იყო ის რომ მოიწვია უცხოელი ექსპერტები და გავაანალიზოთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, თორემ მოვა დრო, აი ამ დოკუმენტში ესეწერა, მოვა დრო და ნაციონალური მოძრაობა იტყვის რომ ჩვენ ჩავაბარეთ აშენებული ქვეყანა და ამა დაანგრიესო. მე ვეუბნებოდი რომ აი აგერ წერია ყველაფერი როგორ რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში. ასე ეწერა ერთ-ერთ იმას დღეს საქართველოში და იყო მოცემული მდგომარეობის ანალიზი.
ჩვენ ეს პრეზენტაციაზე გამოვიტანეთ 2011 წლის 26 მაისის წინ, სადღაც მაისის 20-21 რიცხვები იყო, სადაც ჯერ კიდევ ხელისუფლება აქვს, როცა 26 მაისისთვის ვემზადებოდით, მაშინ მერიოჩი ჩატარდა ჩვენი კონფერენცია, სადაც მე გამოვიტანე მოხსენება, სადაც იყო მთლიანად წარმოდგენილი ყველაფერი ესენი და ეს დოკუმენტები გაუგზავნეთ შემდგომში და ვითხოვდით იმას, რომ სწორი გზით წავიდეთ, თორე საქართველოში დაიძაბება სიტუაცია. ამას დიდი ანალიზი და დიდი ფილოსოფოსობა და წილასწარ ხედვა არ ჭირდებოდა. რეალობა იყო, იმიტომ რომ ძალიან მძიმე განწყობის იყო ნაციონალური მოძრაობა, დიდი კონტაქტები და მხარდამჭერები ჰქონდა გარეთ და უნდა გებრძოლა მის წინააღმდეგ არა კოჰაბიტაციით, არა იმით, რომ რა კარგები ვართ და თავიდან ქება დიდება და დაფინანსებები და ფული არ მოაკელით და მე ბრძოლა დაუწყეთ. თანამონაწილე ხარ თქვენ იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა ასეთ გუნდად ჩამოყალიბდა ბიძინა ივანიშვილს მისი ფულით ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ გაიხსნა ნაციონალური მოძრაობა. მისმა ფულმა გახსნა, ხელფასად ურიგებდა. მითხარით უარყავით ვინმე, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელფას არ იღებდა ნებისმიერი მერი, გუბერნატორი, მინისტრი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და ეს იყო 10-ჯერ მეტი, ვიდრე ხელფასი ჰქონდათ კანონიერად. და ამას არ ქმნებდნენ სოროსის ფული არისო, სოროსი გვეხმარებაო. სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის ფული ყოფილა. მაქინატორობა. ეს ყველაფერი იყო გუშინ. ყველაფერი გინდათ გადაფაროთ. თქვენ არ მიუშვებთ, თუ ხალხმა არ მოინდომა, თქვენ არ მიუშვებთ წესიერ გუნდს ხელისუფლების სათავეში. და თუ წესიერი გუნდი არ მივიდა ხელისუფლების სათავეში, თქვენ ხო დაღუპული ხართ, ისტორია გაგასამართლებთ. მაგრამ ქვეყანას ამოდებთ მიწაში, ეს არის უბედურება. ეს დაპირისპირება არის საშინელება, სიკეთეს არ მოუდავს. აი აქ რომელიც გქონდა ჩვენ, ზოგიერთი რამ დღეს რომ გამოვიტანეთ, რაც უფრო ღრმად ხულში ცხოვრება საზოგადოება, მით უფრო ეზიზღება მას სიმართლის მთქმელი. ეს ჯორჯ ორუელს ეკუთვნის ეს სიტყვები. საქართველო ცხოვრობს დღეს, ესე იგი აი სიყალბეში, სიცრუეში, ტყუილი ეკონომიკური ზრდა. ტყუილია ყველაფერი, რასაც ხელისუფლება ლაპარაკობს, ამაზე ტყუილი ესენი ყველაფერი. მართალი არის ის, რომ არაბები მოდიან და მოდიან, აშერებენ სოფლებს, ირანელები აშერებენ სოფლებს, თურქეთმა და მათ აიღეს ძალიან დიდი ნაწილები აქვს, ჩინელები მოდიან და მოდიან, რუსები მოდიან და მოდიან, ეს ასორი, ქართველები მიდიან გარეთ, ეს ასორი. შემოსული 80% პების პროდუქტები მაგიდაზე არის გარედან შემოსული, ეს ასორი. 80% რომელიც მოდის გარედან არ მოწყდება და საწამლავია ნახევარზე მეტი. ეს ასორი. ქართული მიწა იღუპება 20-ჯერ მეტი საწამლავი, ანუ შხამქიმიკატი იღრება 1 ჰექტარზე, ვიდრე ნორმალურ ქვეყანაში. საქართველოში 20-ჯერ მეტი შხამქიმიკატი, პესტიციდი და ჰერბიციდი. ამას როგორ გაუდებს? იწამლება ქართული მიწა. ეს ასორი. იწამლება ქართული წყალი, ეს ასორი. იწამლება ქართული ბუნება, ეს ასორი. სახში შუქი რო გვაქვს, რუსებს უხდით ფულს. გაზის ფულს რუსებს უხდით. დასუფთავების ფულსაც რუსულ კომპანიას უხდით. პური რომელსაც ვჭამთ, ხორბალი, ესეც რუსეთიდანაა შემოტანილი და თვითონ რუსები ამბობენ, რომ უხარისხვა და პესტიციდებით და ჰერბიციდებითაა სავსე. ქართული ხორბალი რომ მოიყვანო დღეს 3 ლარი დაგიждდება ერთი წითელი დოლი, რომელიც ავსტრიაში ითქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ჯიში მსოფლიოში, რაც კი არსებობს. ქართული ჯიშები საერთოდ არ არის რეგისტრირებული საერთაშორისო არენაზე. რა ვნახე ეს შევედით და აი სომხებმა აგერ თურმე ჩურჩხელა მათი ყოფილა და ესე იგი სულგუნი მათი ყოფილა და ხინკალი მათია და ყველაფერი მათია. რატო? იმიტომ რომ ჩვენ გძინავს, ერთმანეთს ვებძვით აქ. ყველაფერი ბავშვთაყრების პროდუქტები რუსეთთან მოდის. მე არ მესმის უბრალოდ რომ აი ერთი რამ საზღვარი გავსა 160 თუ 170 ქვეყანასთან საზღვარი მოღიებული გვაქვს, ვისაც უნდა ის შემოდის და ეს არის სწორი. ქვეყანაში ქვეყნიდან გადიან ადამიანები, ქართველები და 250,000 თუ რაღაც გავიდა გასულ წელს. ესაა სწორი. ხიზნებს ვერ ვაბრუნებთ. პოლიტიკური უფლებებით წავართვით. იქ ვერავინ ვერ იცავს გარეთ მათ, ესაა სწორი. ბიუჯეტში ფული მოვიდაო, 300,000 თვითმფრინავი გადაიფრეს წლის განმავლობაში საქართველოს ცაზე. $200 იხდის ყველა გადაფრენისთვის. თქვენი ფულია,
ქარხანაში მოვიპოვეთ, რამე გავაკეთეთ თუ რა? ბუნებრივად ისეთ მდგომარეობა აქვს საქართველოს, აი ხედავთ თქვენ როგორი სიტუაცია 300,000 თვითმფრინავი წლის განმავლობაში. საქართველოს საზრე $200 იხდის ყველა. გჭირდებით ამას რამე შივინმე არა. მოდის ეს ფული, ეს 1 და 2 მილიონი არ არის. 45,000 თვითმფრინავი ჯდება საქართველოში. და რამდენს ტოვებს თითოეული? ხალხი რო ჩამოყავს კიდე ისინი. მე რა ჩვენი რა ჩვენ კვების პროდუქტებს ვაძლევთ თუ რა? სასტუმროს მოწყობილობებს ჩვენია თუ რა? ყველაფერი გარედანაა შემოტანილი. აი ასე უთავბოლოდ. ერთმა პიროვნებამ ერთხელ მომწერა რომ აი ბიზინე ავანიშვილმა ხო ასეთ რამე მე გეუბნები. ბიზინე ავანიშვილმა დიდი ფული დახარჯა ქვეყანაში. მე არ ვიცი სამი კაცი გონიერი რომელიც იმდენი ფული რომ ქონებოდა დახარჯავდა ისე როგორც ბიზინე ავანიშვილმა დახარჯა. 7 მილიარდით რომ სამუშაო ადგილები შექმნილიყო ქვეყანაში, საქართველოში 1 მილიარდით შეიძლება 150,000 სამუშაო ადგილი შექმნა თითოეული 3,000 და მეტი ლარით. 7 მილიარდით მილიონზე მეტი ადამიანი სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა. 90% ქვეყნის გარეთ არ წავიდოდა. ქვეყანა იქნებოდა უძლიერესი. და რისთვის დავხარჯეთ ეს ფული? პირველ ეტაპზე მაინც ის გავგექსული ჩვენი წინადადება რა იყო? ჯერ სამუშაო ადგილები შევქმნათ და მე სამუშაო ადგილები რო დასაქმდება ხალხი საშემოსავლო რაც შემოვა იქიდან იმით ავაშენოთ ყველაფერი კულტურას, ხელოვნებას, იმას. ამას 1 წლით უნდოდა ვთქვათ ეს გადაწევა დროში, მეტი არაფერი. 40 მილიონი დაიხარჯა თქვათ სხვადასხვა ობიექტებზე ქუთაისში, ქალაქის ცენტრი, ესენი ისინი დააშენო 40 მილიონი სამუშაო ადგილი რო შექმნილიყო. ქუთაისში უმუშავარ კაცს ვერ ვახავდით, თვალით ბედნიერი იქნებოდა ყველა ოჯახი და ქვეყანა. ასე უაზროდ. მაგრამ როგორც ჩანს იქ არის შავი ფული იქ ტრიალებს. ადვილია ძალიან ბახს და სპერს ვაკეთებ, იქ და ძალიან ძნელია რომ სამუშაო ადგილი ხელფასი რომ უნდა მიცე კაც, იმას ნახევარს ვერ მიცემ. უნდა მიცე ისე როგორც ეკუთვნის. ამიტომ გზის დაგებაში, ბაღის მოწყობაში, ხეები ჩვენ ნახეთ ერთხელ აი როცა ვაკეთებდით ანალიზს სააკაშვილის დროს, რომ ხე რომელიც აეგერ იყიდებოდა იმაში ჩვენთან უკეთესი ქართული ჯიში, ხეები იყიდებოდა 10 ლარად, 15 ლარად, 20 ლარად, იტალიიდან შემოქონდათ 200 და 300 ლარად. ვარდების ქვეყანაში გადით ბაზარზე და ნახეთ ქართული ვარდი თუ არის სადმე. ვიფიქრია ასეთ რამეებზე რამე ის არა სიტუაცია, დემოგრაფიული სიტუაცია, ყველაფერი განათლება დავანგრიეთ. ეხლა თვითონ ლაპარაკობთ ამაზე. 13 წელია ხელისუფლებაში ხარ თუ რამდენი ეს და ეხლა ლაპარაკობთ რომ განათლება არ არის ორ. ტილიგზაში კატასტროფული მდგომარეობა ვაგონში ვერ დაჯდები. ამ დღეებში წამოვედი ამის იმიდან ნუ გეუბნები რომ 2 დღე მერე ყურებზე უნდა იექიმო. უკარიტაში იყავით მონები, ვიმეორებ. მთელი უბედურება ამ ქვეყანაში რაც ხდება ეს არის მართვის სისტემის ბრალი და მართვის სისტემა იყო და არის ერთ კაცზე აწყობილი. იყო შევარდნაძეზე, იყო სააკაშვილზე, დღეს ბიზინე ავანიშვილზეა აწყობილი. მე არასდროს არ ვიქნები იმ ადამიანის პატივისმცემელი, რომელიც თავის თავზე ირგებს მართვის სისტემას და რომელიც აბსოლუტურად ყველაფერი მისგან მოიმართება. აბა იყოს დამოუკიდებელი სასამართლო, აბა იყოს დამოუკიდებელი გამოძიება, აბა რაიონებში იყოს დამოუკიდებლობა, კონდეთ რაიონი ის კი არა რომ თქვათ რაღაც დამოუკიდებლობა ზოგადად აშინებს. რა გვაშინებს იმისი რომ პროკურორი აჩიო სენაკში, პოლიციის უფროსი აჩიო თვითონ და ფულის კონტროლი ბიუჯეტში რა ფული შეუვიდა თვითონ აირჩიონ. მისი მაკონტროლებელი. ან თუნდაც კანონი მივიღოთ რომ ფულის მხარჯველს ნიშნავს მმართველის პოლიტიკური ძალა, ხოლო ფულის მხარჯველს აკონტროლებს ოპოზიციის მიერ დანიშნული კონტროლის პალატა. მარტივია ხომ? აი ესაა სისტემა. არავის დაჭერა არ დაგჭირდება. არავითარი მიტინგები არ იქნება. ქვეყანა იქნება ჩართული საქმეში და ადამიანები იქნებიან მოტივირებული. მესტიერთა კონგრესში დევს პროგრამები რომ 6 თვის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტი 95% ფარგლებში მოტივირებული გახდება. ანუ ეცოდინება რისთვის დგება, რისთვის წვება, რა უნდა გააკეთოს, რისთვის და რა იქნება შემოსავალი და იმუშავებს პროფესიის მიხედვით ქვეყანაში კაცი არ მუშაობს. ჩაჯდები ტაქსში და გეუბნები მეცნიერების დოქტორი, ლექტორი იყო. და გაუნათლებელი კაცი პროკურორი იყო პარწყალაძე.
ზარდაფში ქონდა ისინი რა არ იცოდა ბიძინევანიშვილმა და არ იცოდით და რა ორგანოებით ხალხ მაშინ თუ არაფერი არ იცოდით თქვენ არა აყვავეთ ფარცხალაძე საიდან მოიყვანეთ მთელი ქვეყანა ხო ფეხზე იდგა მაშინ როგორ შეიძლება ფარცხალაძის პროკურორობაო დღესო იჭერთ ეს არის მსხვერპლი თქვენი ის კაცი ყოფილიყო თავის ადგილზე და დასაჭერი არ გახდებოდა მოიყვანეთ კორუმპირებული პიროვნებები დასაჭერი ხალხი მოიყვანეთ თანამდებობები მიეცეთ და როცა გჭირდება გიჭერთ და ამით გინდათ ავტორიტეტი მოიპოვოთ ვაი იმათ ვისაც ეს არის ის და ამის გამო ტაჟ გიკრავთ თქვენ დამჭერი არ არის ავტორიტეტული კაცი და გონიერი კაცი დაჭერა არის გაუნათლებლობასთან განათლება არის დაკავშირებული ისეთ სისტემასთან რომელიც ადამიანებს დასაჭერად არ აქცევს ჩვენ გვჭირდება მართვის ასეთ სისტემა ეს არის ბედნიერება მე აქ ძალიან ბევრი რამ აქვს თუნდაც იმის რომ ესე იგი აი წეგან ერთი რამ ვახსენეთ ქვეყანაში ხშირად ვამბობ დიდი პოლიტიკური ნაგავი დაგროვდა მაგრამ ამ ნაგვის დამარხვა ომის გზაა მაგრამ უდანაკარგოდ გადამუშავება სიკეთით გამარჯვების გზა და ჩვენი ამოცანა ეგ არის დიდი პოლიტიკური ნაგავია დღეს ქვეყანაში და უნდა გადავამუშავოთ უდანაკარგოდ მაგრამ ვიღაცა მითხრა ამისი რომ ესენი გარი რატო ხართ ამ იმით რომ თქვა აი რაღაცა მოერიეთ საკუთარ თავს რატო გიხარიათ სხვისი ესე იგი სიხარული სხვისი უბედურებით გინახავთ კაც ეს როგორ შეიძლება ეს უკვე დიაგნოზია ვისაც სხვისი უბედურება გიხარიათ ეს უკვე დიაგნოზია მას მართლა ფსიქიატრი ჭირდება მთელი ცხოვრება გამოდიოდი ამ ხალხს ვაკრიტიკებდი ვისაც იჭერენ დღეს პატა ბურჭულაძე არის მსხვერპლი ბიძინევანიშვილის ეს გამდიდრებული და ფულები რაც არის ამოღებული მსხვერპლია ბიძინევანიშვილის ხვალ ბიძინევანიშვილის იმაში რო შევა ვინმე და შეამოწმებს 6-7 მილიონი და არის 100 მილიონებს ამოიღებს ბანკში არ აქვს სახში აქვს იმიტომ რომ ისე სხვანაირად ვერ გადმოიყვანებენ თავს ასე პაჭკებით ურიგებენ სხვისი ფული გარედან შემოსული ფული კონტროლდება და ბიძინევანიშვილის ფულია უკონტროლო ამ ქვეყანაში ერთმა კაცმა რაც შეძლო ეს არის შეურაცხყოფა ქართველი ხალხის მან მიცა თავის თავს იმის უფლება რომ ეს ეკადრებინა ჩვენთვის მაგრამ ჩვენ თვითონ რომ ამას ავყევით ეს უფრო კიდე დიდი კატასტროფაა მე ასე ვიმაჩნი ეს როგორადაც გინდათ ისე გაიგეთ მე არავის არაფერს თავზე არ ვახვევ მე ვამბობ იმას რომ თქვენ ყველანი გაწირავთ მალე ბიძინევანიშვილს და აი მაშინ მე ისეთივე დამცველი ვიქნები როგორც დღეს ლაპარაკობ სხვაზე მე ვარ ისეთი სისტემის მომხრე რომელიც ადამიანებს დამნაშავეებად არ აქცევს ბიძინა ივანიშვილის სისტემა არის ადამიანების დამნაშავედ ქცევის სისტემა და დამნაშავეს როცა გინდა მაშინ დაიჭერ დღეს ნებისმიერი ადამიანის დაჭერა შეიძლება ვინც დარჩა პარლამენტში ვინც დარჩა ხელისუფლებაში ვიცხო მაგრამ ეს იმათი ბრალი კი არ არის სისტემის ბრალია სისტემაა შესაძლებელი ეს სისტემა არის ერთ კაცზე დამოკიდებული და ჩვენ იმ კაცს უკრავთ ტაშს რომ ვიღაცებს რომ იჭერს ვისი ბრალიცა ამ სისტემის შექმნა ეს ჩვენი უბედურებაა უკვე მე ძალიან მომწონს იმის გამონათქვამი რომ ესე იგი დააგვირდით კარგად ბენჯამინ ფრანკლინის გამონათქვამია უნიკალური აი ხშირად ვლაპარაკობ მშვიდობა ის ვინც დათმობს თავისუფლებას დროებითი უსაფრთხოების მისაღებად არც თავისუფლების ღირსია და არც უსაფრთხოების უნიკალური გამონათქვამია ხელისუფლებები იჭერენ და ასამართლებენ დრო ამ ხელისუფლებებს გაასამართლებს და ხმამაღლა ვამბობ მესტიერთა კონგრესის უნიკალური ფორმულა მომავლის საქართველოს იმ ხელისუფლებაშია რომელიც ქვეყნის შიგნით თავისუფალია შურის ძიებისგან და ქვეყნის გარეთ ვალდებულებებისგან ქვეყანაში არ უნდა იყოს ისეთი ხელისუფლება რომელიც რევანშიზმით შურის ძიებით არის ავსე ბიძინა ივანიშვილი შურის ძიებით ასავსე შურის ძიებით იყოს ავსე მიხეილ სააკაშვილი არც ერთია პოლიტიკოსი და არც მეორეა პოლიტიკოსი მეორე უმძიმესი რამ არის როცა ვალდებულებები გაქვს გარეთ ვალდებულებები ქონდა გარეთ მიხეილ სააკაშვილს
უფრო მძიმე ვალდებულებები აქვს გარეთ ბიძინეამანიშვილს. საცოდავი საქართველო. ქვეყნის შიგნით ხელისუფლებები ყავდა შურისძიებით სავსე და ამავე ხელისუფლებებს ქვეყნის გარედან ჰქონდა ვალდებულებები. ძალიან დიდი ნაბიჯია გადასადგმელი. ეს მართლა სიცოცხლის პასად უნდა მოხდეს. ეს არ არის მარტივი რამ, რომ მართვის სისტემა შეიცვალოს. თუ მართვის სისტემა არ შეიცვალა, ქვეყანა იქნება ჭაობში. ჩვენ გვჭირდება ნიჭზე ორიენტირებული ინტელექტუალური რევოლუცია ჭირდება ამ ქვეყანას. ინტელექტუალური რევოლუცია, ნიჭის ძალაუფლება. ვამბობდი, გავიმეორებ და ხშირად ვიტყვი, რაც არ უნდა რა ამბავია მუდმივად, დიახ, ქვეყნის მომავალი არის მეცნიერებასთან, ნიჭის ძალაუფლებასთან დაკავშირებული. ვისაც ეს არ ესმის, იმას არც საქართველოს მომავალი ესმის და არც საქართველოს მომავალი უნდა. ჩვენ ხვალ გავაგზავნებთ, აი როგორც გითხარით, ყოველი ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი ნებისმიერ პიროვნება შეუძლია შემოგვიერთდეს 4-დან 6 საათამდე. ამ დღეებში ალბათ გადაცდება პირდაპირ ზარის დარეკვაც იქნება შესაძლებელი. გვიჭირს ტელევიზიაში ძალიან რთული მდგომარეობა, მეცნიერთა კონგრესის გადაცემები პირდაპირ ეთერშია და არ აქვს ტელევიზიას ის ტექნიკა და ამიტომ ჭირს ბევრი რამ და ზოგჯერ თუ არ მინდის იმის გამო რომ სირთულეებია შიგნით, არ აუშავს, დავძლევთ, ნელ-ნელა გამოვალთ ამ მდგომარეობიდან. თავარი არის რომ ვიყოთ მხნეთ, ვიყოთ გაბედულად და არ ვიყოთ მონები. საქართველოს დღეს საქართველოს ხელისუფლება არის მდიდარი მონების ქვეყანა. მდიდარი მონების ხელისუფლება. ყველაზე საშინელება ქვეყნისთვის მდიდარი მონაა. წარმოვიდგენია, ამდიდრებენ ადამიანს რომ მონად აქციონ. ფულს მაშინ აქვს ძალა, როცა თავისუფლებას გაძლევს. საქართველოში ფული მონად აქცევს. ფულმა დაამონა ღარიბიც და მდიდარიც. ეს არის სისტემა, რომელიც აქვს ბიძინეამანიშვილს. იყო ასეთი, გააძლიერა მიხეილ სააკაშვილმა და გვირგვინი დაადგა ბიძინეამანიშვილმა. უნდა ამოიშანთოს ეს სისტემა. უნდა ამოიშანთოს ამ სისტემის ყველა ელემენტი. ამის გაკეთება შეგვიძლია ხალხს. ამისთვის არის მეცნიერთა კონგრესი. იყავით იმედიანად. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა უთხრა ხვალ ვისაუბრებთ ბატონ ლიტერატურულ საქართველოს და ბატონ ჯუბა ღებელს. აი ამ საერთოდ ლიტერატურული საქართველო აღადგინა და ძალიან გრისეული და კარგი ეს ისეთი გაზეთი იყო, რომ სიამოვნებით ველოდებოდით ყველანი. საითმიდი საქართველო დღეს გამოქვეყნებულია ლუარანი ჟერადის პირველ და ის ბოლო ბერძზე, ძალიან საინტერესო. აი რას ნიშნავს მეცნიერთა კონგრესი, აი რას ნიშნავს მეცნიერთა კონგრესის წევრობა, აი რა განწყობაა მეცნიერთა კონგრესში და როგორი აზროვნებაა. წაიკითხეთ და დარწმუნდებით ამაში. მაგრად ვიყოთ. არავის მონები, ადამიან თავისუფლებისათვის გაგათავისუფლად ღმერთმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონები. იოანე ოქროპირის ეს სიტყვები არის უნიკალური სიტყვები. თავისუფლებისათვის საკუთარი სისხლის ფასად გაგათავისუფლად ღმერთმა. თავისუფლებისათვის საკუთარი სიცოცხლის ფასად გაგათავისუფლად ღმერთმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონები. გამარჯვებით ვიყოთ.